ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჭადრაკში მუნიციპალური ჩემპიონატის დაჯილდოვება გაიმართა. ოზურგეთში მუნიციპალური ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდა ჭადრაკში. დაჯილდოება ოზურგეთის სპორტის სასახლეში გაიმართა. პირველი ადგილი გიორგი გოგოლაურმა დაიკავა, მეორე ადგილზე გივი სიამაშვილი გავიდა. მესამე ადგილი კი ახალგაზრდა მოჭადრაკე თორნიკე მახარაძემ დაიკავა. საპრიზო ადგილი მოიპოვა ასევე უხუცესმა მოჭადრაკე რომან კუტუბიძემაც. საკმაოდ საინტერესო წარიმართა თამაშები და პირადად ჩემთვის სამწუხაროდ სულ რაღაც ნახევარი ქულა დამაკლდა გურიის მოქმედ ჩემპიონთან გიორგი გოგოლაურთან. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით ულოცავ ჩემპიონობას და საბოლოოდ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. მესამე ვიცე-ჩემპიონობა იყო ჩემთვის. ერთხელ მოგებული მაქვს და შევეცდები გურიის ჩემპიონატზეც ასეთი შედეგი ვაჩვენო. დაჯილდოვების პარალელურად სტარტი აიღო გურიის 2016 წლის რეგიონულმა 21 ჩემპიონატმა. ჩემპიონატში მონაწილეობას გურიის რეგიონის მუნიციპალურ პირველობების ჩემპიონები, პრიზიორები და მაღალ რეიტინგიანი მოჭადრაკეები იღებენ. ჩემპიონატში მონაწილეობს თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2 მოჭადრაკე, ყველაზე წარმატებული, ასე რომ იმ 8 მოჭადრაკეს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ, აბსოლუტურად ყველას აქვს ჩემპიონატზე პრეტენზია. ამიტომ ტურნირი ტარდება 2 წრედ. ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, თეთრი და შავი ფიგურებით ერთმანეთთან გაარღვევენ თავიანთ ძალებს. ამ ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობას ეკნება საშუალება სპორტის სასახლეში მობრძანდნენ და ნახოს გურიაში ყველაზე საინტერესო პარტიები იხილონ ჭადრაკში. რეგიონული ჩემპიონატი ჭადრაკში ოზურგეთის სპორტის სასახლეში 14-დან 21 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება დილის 11 საათიდან.